მე გახლავართ მზია დავითაშვილი მომღერალი. 17 წლის ვიყავი. სკოლა დამთავრებული ვიყავი მაშინ. და დედამ წამიყვანა სტუმრად. და მე არ მინდოდა წასულა სხვათა შორის, მაგრამ არა, უნდა წამოხვიდე და წამოვედი, რა თქმა უნდა, ინსტრუმენტთან დამსვა. ახლა ჩვენი ნათესავები იყვნენ და მოკლედ ძალიან ბევრი ვიმღერე. თაწმინდის ყვავილები შავერზაშვილის არაჩვეულებრივი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი კომპოზიტორი იყო. ხო და შალვა ვაშალუმიძე იყო თეატრის კარგი წამყვანი და მეუღლეს კიდე ყავდა პედაგოგი. და წამიყვანეს მუსიკალურ სკოლაში. ჩაბარებული ხარ თუ მითხრეს და გამიხარდა ძალიან. ანა ჩაჩანიძე და ვაშალომიძე იყო შალვა. ცოლ-ქმარენი იყვნენ ისინი. ესენი რა თქმა უნდა პირდაპირ გამყვნენ მეოთხე მუსიკალურ სასწავლებელში. შემდეგ მე ჩავაბარეთ რა თქმა უნდა კონსერვატორიაში. მაშინ ჩვენთან იყო კონსერვატორიაში 5 წლიანი. ხო და მე პირდაპირ ჩემმა პედაგოგმა მედია გაბონიამ პირდაპირ ჩამიყვანა ოპერის თეატრში. მოკლედ ძალიან კარგი ადამიანი იყო. აი როდესაც დავამთავრე მეხუთე კურსი, მე პირდაპირ დაისე ჩავედი მე ოპერის თეატრში. თვითონ ზურიკო ანჯაფარიზიმ ძალიან დიდი სიყვარულით დარბაზში, ესე იგი მის სცენაზე ვიდექით და ძალიან კარგი სიტყვები მითხრა მეც. ესე იგი შენო მართლა აღარ ხუმრობო მითხრა. არაჩვეულებრივი ისინი მომღერლები იყვნენ და ახლა მე ცოტა ის ვიყავი. შეშინებული მაინც მე არ შემეძლო რომ მე თქვა ერთი სიტყვა მაინც. წავედი და ურთულეს ნაწარმოებებს მღეროდი. ოთარ თაქთაქიშვილის მინდია. მე ვმღეროდი მზიას. დაისი, აბესალომ და ეთერი. საბავშვო იყო კიდევ ნაცარქექია. ძალიან ბევრი. ესე იგი, ყველა მეუბნებოდა მედია ამირანაშვილის ისეთი კარგი ადამიანი იყო. გოგო, შენ კარგად ვღერი ხარ შენ? მეუბნებოდა. თაქთაქიშვილმა საბავშვო ის იყო ნაცარქექია. ხო და იქ მაღლა აწიეს ის რაღაცა ის დევებმა. ხო. ჩემი გოგო იყო იქ და არ შეგიშინდებაო ეხლა შენი დედიკო რომ მაღლა რომ იქიდან ჩამოფრინდებაო. ხო და დაიწყო ტირილი. ამან რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. მე თვითონ პირადად ისე მიყვარდა სპექტაკლზე, ისე მივრბოდი თეატრში, რომ როდის უნდა გავსულიყავი იმაში სცენაზე. პარტნიორები, არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავდა ელდარი გეწაძე, თემური გუგუშვილი, ესენი არიან, ესე იგი ძალიან კარგები. პედაგოგურ საქმიანობას რა თქმა უნდა, კონსერვატორიაში 5 წელი ვიყავი. ახლა ნიჭირთა წლებში ვარ. როგორ ვასწავლი? ძალიან კარგად ვასწავლი, იმიტომ რომ ერთი ნოტიც რომ იყოს ცოტა დაბლა, იმას მე ვერავის ვერ გავაგებინებ. მაგრამ მე ვეტყვი, აბა ესე გავაკეთოთ და კი. ბედნიერი ვარ, ნამდვილად ვარ ბედნიერი, რომ გიორგი, ჩემი შვილიშვილი გიორგი იყო
5 წლის და სპექტაკლზე რო მომყავდა, უნდა თვითონ აი ესე იდგა და აი ასე. მე მოვიდოდით აქ სახლში, ხო? ხო და მე მეტყოდა ხოლმე აბესალუნდა ეთერის და ასე მეტყოდა. მოგდა? ეს მინდა შეიძლება ეხლა წარმატებულია ნამდვილად კი. ჩემი ბოლო როლი იყო კეთო და კოტე. კარიერის დასასრული ჩემთვის მართლა საშინელება იყო. ვეღარ მივდივარ იცი თეატრი. მუსიკა ჩემთვის რა თქმა უნდა ეს არის ჩემთვის ყველაფერი.